ჩვენ ახლა ვიმყოფებით სამგორის რაიონში, სადაც იმ შენობის წინ, სადაც გუშინ გამოასახლეს 40-მდე ოჯახი. ამ მომენტში შედარებით მშვიდი ვითარება არის. შენობის წინ არიან ის მაცხოვრებლები, რომლებსაც მოუწიათ საკუთარი სახლების დატოვება. ბევრმა მათგანმა ღამეს სწორედ აქ ქუჩაში შენობის წინ გაათენა, მათ მოუწიათ იმ ავეჯზე დაძინება, რომლებიც აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა ქუჩაში გამოიტანეს. ასევე სულ რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადება გააკეთა იმ კომპანიის წარმომადგენელმა, Flexi Properties წარმომადგენელმა, რომელიც ამ შენობებს და ამ მიწას ფლობს. მათი განცხადებით 2 წლის განმავლობაში მათ ჰქონდათ მოლაპარაკებები იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ შენობებში ცხოვრობდნენ და მისი განცხადებით ამასთან დაკავშირებით გავრცელდება ოფიციალური დოკუმენტაცია, სადაც ასახული არის, რომ მათ რამდენიმე ათეულობით ოჯახს დაუკმაყოფილეს და მისცეს ფულადი შესთავაზეს ფინანსური სარგებელი იმისთვის, რომ დაეტოვებინათ ეს ტერიტორია. მას კონკრეტულად არ დაუსახელებია თუ რა თანხაზეა იყო საუბარი და რამდენ ოჯახთან შედგა მოლაპარაკება, მაგრამ მან განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით მისი კომპანია Flexi Property ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს და გაავრცელებს იმ შეთანხმებებს და დოკუმენტაციას, რომლებიც შედგა მოსახლეობასთან. აქ კი მოსახლეობას მიეცა საშუალება, რომ შესულიყვნენ თავიანთ სახლებში, საიდანაც გუშინ გამოასახლეს და წამოეღოთ ნივთები. მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად არის საცხოვრებელი ნივთები, ასევე ჩემოდნებში ჩალაგებული ტანსაცმელი, სხვადასხვა სახის ავეჯი და ტექნიკა და მოსახლეობა ცდილობს, რომ შეაგროვოს თავიანთი მასალები და თავიანთი ნივთები და გადაიტანონ სხვა ადგილას, მაგრამ როგორც ბევრი მათგანი ამბობთ, მათ არცად არ აქვს სხვაგან წასასვლელი, არც მათი ნივთების წაღება და შენახვა შეუძლიათ და ბევრ მათგანს არც აქვს სადმე დასარჩენი. ბევრმა მათგანმა გუშინ ღამე გაათენა თავიანთ ნათესავებთან და მეგობრებთან და რამდენიმეს მოუწია ქუჩაში აქ სწორედ თავიანთი შენობის წინ ღამის გათენება. რაც შეეხება აღსრულების ბიურო, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მოქმედებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებით და სწორედ ამიტომ მოხდა 30-ზე მეტი ოჯახის გამოსახლება. გუშინ დილით დაიწყო ეს პროცესები, რასაც მოჰყვა სამართალდამცველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება და 17 პირი იქნა დაკავებული. ამ დაპირისპირების დროს მათ პოლიციასთან დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. Euronews ჯორჯიას გუნდი კი აგრძელებს ადგილიდან მუშაობას და მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას. დღეს მდგომარეობით დაკმაყოფილებულია 10-ობით ოჯახი, რომლის შესაბამისი დოკუმენტი და შესაბამისი კონტრაქტი არსებობს. არსებობს სამხარაულის დასკვნა, საიდანაც ირკვევა შემდეგი: აღნიშნული ობიექტი მიეკუთვნება მეოთხე ხარისხის დაზიანებას და შეუძლებელია და აკრძალულია, რომ მასში ცხოვრობდნენ ადამიანები, მით უმეტეს მცირეწლოვანი ბავშვები და არასრულწლოვანები. ადამიანებთან მოხდა შეთანხმება ფართებთან დაკავშირებით, ქირასთან დაკავშირებით, ვადებთან დაკავშირებით და ქირის ოდენობასთან დაკავშირებით. ადამიანებს გადაეხადა თანხა მთლიანი ოდენობით, რაზედაც ვიყავით შეთანხმებულები, გამოთქვეს თანხმობა და დატოვეს ტერიტორია თავიანთი ნებით. ყველა ადამიანს, რომელი ადამიანის მზაობას აცხადებს, გამატანეთ ჩემი ნივთები, რომელიც ჩემი სახსრებით არის შეძენილი, ჩვენ ვეხმარებით შესაბამისი ცოცხალი ძალით და ჩვენ ვეხმარებით შესაბამისი ტექნიკით, რომ აღნიშნული ნივთები გადავატანინოთ. აქ შეკრებილი მოსახლეობა, რომელსაც მოუწიათ საკუთარი სახლების და ბინების დატოვება, ამბობენ, რომ მათ გუშინდლიდან მოყოლებული არავინ დაკავშირებია ალტერნატიული საცხოვრებლის შეთავაზების პირობებით, არ იციან თუ სად გააგრძელებენ ისინი ცხოვრებას და ელოდებიან, რომ შესაბამისი უწყებებიდან მათ დაუკავშირდებიან და სულ ცოტა მოლაპარაკებები მაინც შედგება იმასთან დაკავშირებით, თუ სად გააგრძელებენ ისინი ცხოვრებას.